გამოშვებას ვიწყებთ გორიდან. ამ წუთებში სპეცოპერაცია მიმდინარეობს გორში კომბინატის დასახლებაში, სადაც ცოტა ხნის წინ იყო სროლა. ადგილობრივების ინფორმაციით დაჭრილია ერთი მამაკაცი, რომელიც სასწრაფო დახმარების მანქანით წაიყვანეს. თვითმხილველებმა კორპუსის შიგნიდანაც გაიგონეს კიდევ რამდენიმე გასროლის ხმა. სავარაუდოდ შეერაღებული პირი შენობაშია გამაგრებული. ადგილზე მობილიზებულია სამართალდამცველთა ჯგუფები, სავარაუდოდ დამნაშავის დასაკავებლად გამოიძახეს სპეცრაზმით. დამატებით დეტალებს გავიგებთ ახლა ჩვენ ქართლი ჯის ჟურნალისტ ანა ბაქრაძისგან. ჩემი კოლეგა შემთხვევის ადგილზე იმყოფება ახლა და ყველა დეტალს გვეტყვის რა არის სიახლე. ანა, საღამომშვიდობისა, მადლობა ჩართვისთვის. მოგესალმები ნინო, ეხლა ამ წუთებში მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები ადგილზე. ჩემი ხმა კარგად ისმის. ამ წუთებში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს ადგილზე. შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა. დაჭრილია ერთი მამაკაცი, რომელიც გადაიყვანეს საავადმყოფოში და მის სიცოცხლეს არამხდება. რაც შეეხება ეჭვმიტანილს, ის სადარბაზოში, ერთ-ერთი კორპუსის სადარბაზოში დაიმალა. პოლიცია შეეცადა მის დაკავებას, თუმცა მან პოლიციის მიმართულებით ისროლა, ამიტომ პოლიციამ ვერ მოახერხა თავად ეჭვმიტანილის დაკავება და ადგილზე სპეცდანიშნულების რაზმი გამოიძახეს და როგორც უკვე ჩვენთვის ცნობილია, ეჭვმიტანილი დაკავებულია. დამატებით კიდევ ჩვენ ახლა თქვენ უკან ხედავთ ყვითელ ლენტს, საფრთხე საზოგადოებას ჯერ კიდევ ემუქრება, ხომ? როგორც ჩანს, იმიტომ რომ დაკავებული, როგორც მივხვდი, ჯერ კონკრეტული პირი არ არის. დააკავეს დაკავებულია, დიახ. დაკავებულია სპეცდანიშნულების რაზმმა უკვე დააკავა. ეს იყო ერთი ადამიანი იყო დაკავებული, საფრთხე მოხსნილია. კი, ამ ეტაპზე ცნობილია, რომ იყო ერთი ადამიანი და ერთი ადამიანია დაკავებული. დანარჩენ დეტალებს უკვე მოგვიანებით გავიგებთ შინაგან საქმეთა სამინისტროდან. ჩვენ არ შეგვიძლია ახლა ვთქვათ, ეს რჩევა იყო კრიმინალური, ეს იყო რაღაცა ოჯახური კონფლიქტი თუ რა შემთხვევასთან ჰქონდა საქმე. ამის შესახებ ჩვენ ახლა ვერაფერს ვიტყვით, ხო? გასწრებით ვერაფერს ვიტყვით, ადგილობრივებმაც არ იციან, თვითმხილველები თითქმის არ არიან, მხოლოდ რამოდენიმე თვითმხილველია, რომელმაც სახლში გაიგონა სროლის ხმა და მხოლოდ მას შემდეგ გამოვიდნენ გარეთ, რაც სროლის ხმა გაიგეს და აი ამის შემდეგ გამოიძახეს სასწრაფო დახმარება და პოლიცია. სპეცრაზმი გახდა საჭირო, ჩარევა სპეცრაზმი საჭირო გახდა თუ პოლიციამ მოახერხა აყვანა? არა, პოლიციამ ვერ მოახერხა ეჭვმიტანილის აყვანა, რადგან ეჭვმიტანილი დაიმალა ერთ-ერთ სადარბაზოში და ისროლა პოლიციის მიმართულებით, ამიტომ პოლიციამ მისი დაკავება ვერ შეძლო და ამის შემდეგ გამოიძახეს სპეცდანიშნულების რაზმი. და როგორც უკვე ჩვენთვის გახდა ცნობილი, ეს პიროვნება დაკავებულია. მადლობა, დიდი მადლობა ჩემს კოლეგას ჟურნალისტ ანა ბაქრაძეს ქართლი ჯიდან, რომელმაც დამატებითი დეტალები გითხრა. გორში იყო სპეცოპერაცია, კონკრეტული მოქალაქე პირი, სავარაუდოდ დამნაშავე ისროდა კორპუსიდან, საცხოვრებელი კორპუსიდან, ის უკვე დაკავებულია, თუმცა მის დასაკავებლად საჭირო გახდა სპეცრაზმის გამოძახება. მეტ დეტალს ალბათ შინაგან საქმეთა სამინისტრო გვეტყვის.